მოგესალმებით. მე ვარ ჰაგრიდი. თქვენი ყოფებით ჰაგრის სტეჩზე. დღეს გამოვედით გარეთ. მარტო გამოვედი, რადგან ყავს მარტო სული ვარ. დღეს გამოვედი გარეთ იმისათვის, რომ ჩავატაროთ შემდეგი გაკვეთილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვისწავლოთ FPV დრონით ფრენა. დღეს ჩემი ნაზგული, ვისაც მოგენატრათ, არის ვიცნობთ საერთოდ, გავივლით, ასე ვთქვათ, პირველ ფრენას. როგორ უნდა ვიფრინოთ? დავირჩიე საკმაოდ ფართო სივრცე, იმისათვის, რომ არაფერი არ შემშველდა ხელი, თუმცა არის საფრთხეები, ქორის მაგვარი რაღაცები დაფრინავენ და იმედია ჩემს დრონებს არ მოიტაცებენ. დასავლეთში ისევ სიცივეა, როგორც ხედავთ, ყველაფერი მაცვია, ესე ჩასმეთ შემეძლო. თუმცა ბევრი საინტერესო რაღაც გველის წინ. აბა, შევუდგეთ ნენელა საქმეს. ასე არ გააკეთოთ თქვენ. გამიწერეთ არხი უკვე. თუ არა, შევამოწმოთ. და დავიწყოთ ნელ-ნელა უკვე უშუალოდ ფრენებით. სათვალის გარეშე დავფრინავთ პირველ ჯერზე, იმისათვის რომ შევეგუოთ, შევიცნოთ ასე ვთქვათ, ჩვენი დრონის სიმძლავრე, რა შეუძლია, რა არ შეუძლია და ასე შემდეგ. იმისათვის რომ დავიწყოთ ფრენა, ჩვენ აუცილებლად უნდა გადავთვალოთ სპეციალურ რეჟიმში, ეს არის angle რეჟიმი. AR რეჟიმი და acro რეჟიმი არის სრული მართვით, ხოლო angle რეჟიმი და horizon რეჟიმი არის მეტნაკლებად სტაბილიზებით. დრონი ახორციელებს სტაბილიზებას თავისი ჰორიზონტის მიმართულებით. ნუ აქ რა თქმა უნდა არის დათქმა იმაზე, თუ რამდენად არის კარგად დასტაბილირებული უშუალოდ დრონი. თუმცა ამ შემთხვევაში ნორმალურად იქნება დარწმუნებული ვარ. ესე იგი, ვიმახსოვრებთ რას? სანამ დრონს ავამუშავებთ, მარცხენა სტიკი, რომელიც არის თროთილი, ანუ სიმძლავრის, ჩამოგვაქვს ქვემოთ. ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში დრონი არ ჩაირთვება. აი, ხედავთ? ეს გვიჩვენებს რას, რომ თროთილი არის მაღალზე, ეხლა რომ ჩავირთვო, მე გავფრინდები რაღაც ცაში. ზედმეტათო რა, სწრაფათო. ამიტომ ვარქნავებ. ჩვენს დაუჯერებთ, ჩამოვწევთ და დრონი ჩაირთო. ეს არის მთელი ფილოსოფია, რაც დაგჭირდებათ ამ ეტაპისთვის. რას ვაკეთებ შემდეგ? როცა უკვე გადავთეთ რეჟიმი, დავწმუნდით, ხედავთ, რეჟიმი გადაირთო ზემოთ მარცხენა კუთხეში, მოუნიშნავ. დრონი უკვე მზად არის იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ პირველი სასწრაფო ფრენები. მე ამ შემთხვევაში მაქვს დაყენებული არმი, ანუ დრონის ჩართვა, პროპელერების ბრუნვის ჩართვა, აი ამ ღილაკზე. თქვენ მომავალში, სხვადასხვა ღილაკებზე გექნებათ და ეგ უკვე თქვენი ინდივიდუალური ასარჩევი იქნება. თუმცა მე გირჩევთ, რომ ყველაზე ხელმისაწვდომ, ყველაზე მარტივად კონტროლირებად ადგილზე იყოს ყოველთვის ეგ ღილაკი არჩეული. კარგი, დავიწყოთ. პირველი რასაც ვაკეთებთ, შევეცადოთ უნდა, აი როგორც სიმულატორში ვაკეთებთ, ზუსტად იგივე, გახსოვთ ალბათ lift-off-ის სიმულატორის ტუტორიალის პირველ ნაბიჯებში დრონის სიმაღლის შენარჩუნებას გვასწავლის სიმულატორი. და ჩვენც მივყვეთ ამას ავწიოთ დრონი და შევეცადოთ გავაჩეროთ ერთ სიმაღლეზე. როგორც ხედავთ, ეს საკმაოდ რთული პროცესი არის. დამწყებისთვის განსაკუთრებად, ხა ჩემთვის ეს მეტნაკლებად გასაგები არის, რომ უნდა გავაკეთო. კარგი, მოდი დავსვამ და აგიხსნით ერთ ძალიან საინტერესო სპეციფიკას. როდესაც მე დრონს ჩავთავ და უბრალოდ ავწევ, ის წავა სადმე, ან აი როგორც ხედავთ, ეხა მარცხნივ მიდის მისით. მარჯვენა ღილაკით, კი არა და სტიკით მე ვახორციელებ მის სტაბილიზებას და დაბრუნებას იმ ადგილზე, სადაც მინდა რომ იყოს ეს ერთი ადგილი შენარჩუნებული. აი ამ შემთხვევაში ავწევ ცოტა ზემოთ, აი აქ გავაჩერე. მინიმალური ცვლილება ხდება აქ, არაფერი სერიოზული, მაგრამ დრონს ესაჭიროება ცოტათი გვერდით წინ უკან გააჩნია. ზოგიერთ ქარი შეიძლება უბერავდეს, შეიძლება ზოგჯერ გიროსკოპი იყოს არასწორად დაკალიბრირებული და შესაბამისად მოგვეცემა შედეგი, როდესაც პრობლემატური იქნება ის ერთ ადგილზე შენარჩუნება დრონის. თუმცა ეს პირველი რასაც უნდა გავაკეთოთ, არის ზუსტად ეს. ავწიოთ და გავაჩეროთ ერთ ადგილზე, ერთ სიმაღლეზე და ერთ ადგილზე. და აბა გავიმეოროთ. მოვიყვან ახლოს, რომ კარგად ხედავდეთ. ხუთი წამის განმავლობაში, როგორც კი გააჩერებთ დრონს ერთ ადგილზე, გათიშეთ, დასვით და გაიმეორეთ ოპერაცია. პირველ ჯერებზე ვაკეთებთ ამას 5 ჯერ. მხოლოდ ამას, ჯერ არაფერ სხვას. დავიწყეთ ისევ. ავფრინდი. გავაჩერე. დავსვი. ეს არის პირველი ვარჯიში, რაც უნდა გავაკეთოთ გარეთ. ეხლა კი გადავიდეთ შემდეგზე, ცოტათი უფრო რთულზე. გაჭობა. შემდეგი ეტაპი. ამის შემდეგ უკვე გადავდივარ დრონის მოძრაობებზე. რა მოძრაობებზეა საუბარი? პირველი არის მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობები, ანუ მარცხნივ გავწიე, გავაჩერე, მე გამოვიყვანე შუაში გავაჩერე, მარჯვნივ გავიყვანე, გავაჩერე. ეხლა კი გაჩვენებთ როგორ. არ დაგვავიწყდეს, ყოველთვის გვაქვს ჩართული angle რეჟიმი, რომელიც სტაბილიზაციას ახორციელებს დრონისას. დავიწყეთ.
ხედავთ, დრონი აჰებიცეთ, ზემოთ ავწევ, აი. ესე იგი, დავიწყოთ მარცხნივ. წავედით მარცხნივ. გავაჩერეთ. და შევეცადოთ გავასტაბილუროთ ერთ ადგილას. შემდეგ, როცა მარცხნივ უკვე გავაჩერეთ, 5 წამი წამოვედით მარჯვნივ. და გავაჩერეთ ისევ ცენტრში. და ისევ მარჯვნივ ბოლომდე გავიყვანოთ. გავაჩერეთ, ოპ, მეტია. გავაჩერეთ. 5 წამი ერთ ადგილას გავაჩერეთ. გამოვიყვანეთ ისევ მარცხნივ. გავაჩერეთ ცენტრში და დავსვით ძირში. მეტი არაფერი არ გვჭირდება. ისო წავედით სახში, დავიშალეთ. ოკეი. როგორც ითარეთ, ეს არის მეორე ვარჯიში, რომელიც უნდა გააკეთოთ ისევ 5-5 ჯერ. მოკეთ, ეს არის იმისათვის, რომ შევეჩვიოთ დრონის მოძრაობის კონტროლს. რა არის ახლა აქ ძალიან მნიშვნელოვანი? როდესაც ჩვენ ვახორციელებთ დრონის გადაადგილებას, აი გავწიე მარცხნივ, ის აგრძელებს თუ ამას რომც გავუშვებ ხელს, ის აგრძელებს ინერციით მოძრაობას მარცხნივ. ანუ ჩვენ დრონს აღვიქვამთ როგორც ინერციით მოძრავ ობიექტს, რომელსაც მუდმივად სჭირდება კონტროლი სტაბილიზაციის რეჟიმშიც კი. ნუ გააჩნია ახლა სტაბილიზაციის რეჟიმი, ახლა დაემატა მაგალითად, როდესაც უკვე აღარ ჭირდება ეს, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა ვისწავლოთ აკრო რეჟიმი, თავისუფალი ფრენა, ხო? ოკეი. შესაბამისად ვსწავლობთ აი ასე. და გადავდივართ მესამე ეტაპზე. მესამე ეტაპი არის უკვე წინ და უკან გადაადგილება. აქ რეალურად ვამუშავებთ უკვე კუნთებს, რომ შევაჩვიოთ ამ ყველაფერს, ის რაც სიმულატორში შევეჩვიეთ, უკვე კუნთი შეჩვეული არის მოძრაობებს, თუმცა რეალობაში ცოტათი სხვა შეგრძნებები არის. ამიტომ ამას აუცილებლად ასევე ვამუშავებთ ძალიან კარგად. პირველ რიგში ავამუშავეთ დრონი. ავწიეთ. ხედავთ. ვინარჩუნებთ ერთ ადგილას და წავიდა წინ. გავიდა 10 მეტრზე. შევანელე, გავაჩერე ერთ ადგილას. ისევ. იგივე манипуляცია. ერთ ადგილზე ვაჩერებთ, წამოვედით უკან. მოვიდა ახლოს, გავაჩერეთ. ძალიან ახლოს არ მოიყვანოთ, შეიძლება დაგეტაკოთ. ოკეი, გავაჩერე ახლოს. გავაჩერე 5 წამი, ისევ წინ. ისევ შევანელე. გავაჩერე ჩემგან მოშორებით 5 წამი. წამოვედი უკან. და იგივე გავაჩერეთ ერთ ადგილას. და დავსვით ჩვენი ლამაზი ნაზგული. ეს არის ჩვენი მესამე ეტაპი, რომელიც უნდა გავაკეთოთ ამ სწავლებაში. მას შემდეგ, რაც ჩვენ განვახორციელებთ ყველა ეს манипуლირება, манипуляცია რაც გავახორციელეთ, ჩვენ ვიწყებთ უკვე მათ გაერთიანებას. ესე იგი, გვერდებზე და წინ და უკან გადაადგილების განსხვავება ის არის, რომ როდესაც მარცხნივ და მარჯვნივ გადავაადგილებთ, მას უფრო სხვანაირად, უფრო უკეთესად ვაკონტროლებთ თვალით. ხედავთ. მაგრამ წინ და უკან აქ პერსპექტივის ცვალებადობა ხდება, შესაბამისად უფრო რთული არის კონტროლი. ამიტომ გავაკეთეთ ცალ-ცალკე. ამას არ დაგავიწყოთ, ვაკეთებთ 5-5 ჯერ ყოველ ნაბიჯს. და რა ხდება ახლა? როდესაც ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ, ახლა უკვე დროა იმისათვის, რომ გავაერთიანოთ ეს ყველაფერი. დავიწყოთ. დავაფრინეთ. გავაჩერეთ პირველი 5 წამი. დაველოდეთ, მოდი ისე რომ გამოჩნდეს ეკრანში, ახლა. დავიდა მარცხნივ, გავაჩერე ერთ ადგილას. შემდეგ მარჯვნივ, ცენტრში გავაჩერე ერთ ადგილას. უი, ესე. ცოტა ახლოს მოვიყვან, ძალიან შორს წავიდა. და მარჯვნივ. ისე მარჯვნივ ძალიან გამერბის. ოკეი, მე მარჯვენი ვარ მეტყობა. გავაჩერე ერთ ადგილას, ისე შუაში. გავაჩერე, წავიყვანე წინ. გავიდა შორს, 10 მეტრი, 20 მეტრი. გავაჩერე ერთ ადგილას. მოვიყვანე ისევ 5 წამი გავაჩერე, მოვიყვანე უკან. ეს ჩქარა არ მოიყვანოთ, ნელა მოიყვანეთ. გააჩერე აქ, წაიყვანე ცენტრისკენ, გააჩერე. ეს არის სულ მეოთხე, თუ მე რამდენი, ხო, მეოთხე ნაბიჯი. გაერთიანება წინების. ეხლა მეხუთე ნაბიჯი, რომელიც ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ შემდეგ ორიენტირება შევძლოთ დრონით ძალიან კარგად, მართვის დროს. ეხლა უკვე ჯვარს კი აღარ ვაკეთებთ წინ უკან გვერდებზე გადაადგილებით. არამედ ვახორციელებთ კვადრატის მოძრაობებს. გაჩვენებთ ეხლა რას გულისხმობ. ავაფრინეთ. ცენტრშია, ხო? გავიყვანე წინ. გავაჩერე. გამოვიყვანე მარჯვნივ. გავაჩერე. გამოვიყვანე უკან. გავაჩერე. გამოვიყვანე მარცხნივ. გავაჩერე. და შეიკრა კვადრატი. და იგივე მეორე მხარეს. გავიყვანე მარცხნივ, გავაჩერე, ვიცი რომ გამოჩნდეს ისე. წავიყვანე წინ. გავაჩერე.
მარჯვნივ, გავაჩერე. მოვიყვანე უკან. გაჩერდა. ეგ არის, დავსვით დრონი ქვემოთ. ეს არის ის 5 ნაბიჯი, რომელიც თქვენ მოგცემთ იმის შეგრძნებას თუ რა შეუძლია თქვენს დრონს. იქნება ეს 5-იანი, 7-იანი, 10-იანი, რა ვიცი, ER-65, რომელიც 31 მმ-იანი პროპელერებით არის თუ ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უკვე ფაქტობრივად თქვენს ხელში იქნება. ეს ვარჯიშები მოგცემთ იმ თავდაჯერებულობას, რომელიც საბოლოოდ, ასე ვთქვათ, კონვერტირდება თქვენს წარმატებულ ფრენებში. არ მოგერიდოთ დამტრევების, არ მოგერიდოთ წარუმატებლობების, ეს გარდაუვალი არის დამიჯერეთ, ბევრჯერ დავტრეულობა და კიდევ ბევრჯერ დავიმტრევი, მაგრამ FPV დრონის პლუსი ეგ არის, რომ ის ძალიან გამძლე არის. თუმცა ნახოთ ახლა რა შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ იმისათვის, რომ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, შემდგომი უფრო ღრმა სკილების დამუშავება რო დავიწყოთ. და შემოგთავაზებთ ერთ საინტერესო მანევრს, რომელიც, ასე ვთქვათ, გასწავლით სიმაღლიდან ვარდნის შედეგად საკუთარი თავის დრონის შეკავების, ასე ვთქვათ, skills. დავდგათ ჩვენი სამფეხა. ავამუშავეთ დრონი. ცოტა შორს გავიყვანო, კარგად გამოჩნდეს. გავუშვი მაღლა. და დაიწყო თავისუფალი ვარდნა. და ვარდნის შემდეგ აი ერთი ადგილი შენარჩუნება. ისევ იგივე, მოვიყვანე. ავფრინე მაღლა. დაიწყო თავისუფალი ვარდნა და გავაჩერე სიმაღლეზე. ეს მარტივი манипуляცია მოგცემთ იმის საშუალებას, რომ უფრო მარტივად შეეგუოთ შემდგომში უკვე თავისუფალი ვარდნის ხრიკებს, თავისუფალი ვარდნის ვიდეოს გადაღებებს და ასე შემდეგ. უფრო თავდაჯერებულები იქნებით ფრენის დროს და ბევრად უფრო მეტი შეგეძლებათ, ვიდრე ამის გარეშე. დამიჯერეთ, ეს მე პირადად გამოვცადე სტანდარტული ვარჯიშების შემდეგ, რაც საიდპირველი 3 ნაბიჯი იყო. ეხლა კი ცოტა წავიმარიაჟებ. უკვე გადავრთი არა angle, არამედ horizon mode-ში. და როგორ ეგონა რომ დღეს არ დაიმტრეოდა. არა უშავს. შეჩვეულია. ეს არის ტალახი ჩვენს ნაზგულში. არა უშავს, გავწმინდა ხა და გავაგზავნებთ ისევ ფრენას. მიუხედავად იმისა, რომ ნაზგული საკმაოდ დაისვარა, მისთვის მატორებისთვის სისველე, წყალი და ასე შემდეგ პრობლემას არ წარმოადგენს. სანამ უშუალოდ მატორებისთვის კათიშულ მდგომარეობაში, მაგრამ მე მინდა ეხა ჯოხი. თუმცა გამოვწმინდა ამ ტალახს აქედან. აუ და ჩენს მე სახში უკვე გავრეცხა. ხო, კიდევ ერთი ლაიფჰაკი. შეხედეთ რომ დაგეღუნათ პატარაზე პროპელერი, ცოტათი აი ეს არის ქვემოთ ჩახრილი, ხო? მოკიდეთ ხელი და აწიეთ ზემოთ. კარგად აწიეთ. კიდე. იყოს თანაბრად. ეგ არის პლუსი FPV დრონის, რომ არ გიშინიეკით რაღაცეების. სტანდარტული მდგომარეობა არის მისთვის არსებობის. საწოდავი, ის ხელშია. ის უკვე, მაგრამ მაინც. ახლა გაჩვენებთ განსხვავებარი angle და horizon mode შორის. ორივე ასტაბილურებს, მაგრამ სხვადასხვანაირად. ესე იგი, angle mode-ი, მოიცა გავწიოთ. დააკვირდით ახლა ჩემს პულტს, ბოლომდე გავწევ, დრონი მიდის წინ, მაგრამ არ ტრიალდება. ანუ გადაბრუნებას არ ახორციელებს. მაგრამ თუ ჩავთავთ ჰორიზონტის რეჟიმს, დრონი განახორციელებს 360 გრადუსიან ბრუნსაც. აი როგორც ახლა. თუმცა რაღაც მომენტში მაინც დაბრუნდება თავისი ცენტრისკენ, ანუ თავისი ჰორიზონტისკენ. წინ უკან გვერდებზე ყველგან გააკეთებს იგივეს. თუმცა ამას არ გააკეთებს თუ მე გადავრთავ მაგალითად, როგორც გითხარით, angle რეჟიმში. უბრალოდ კარგად გადაიხრება გვერდი. ეს არის პირველი ვარჯიშები სათვალის გარეშე. შემდეგ ნაბიჯზე უკვე გავივლით იმ ნაბიჯებს, რომლებიც არის საჭირო, რომ სათვალეთს გავიკეთოთ. ну ალბათ არ არის რთული ნაბიჯები, სათვალე უნდა გავიკეთოთ თავზე. და დავიწყოთ ფრენა. პირველი შიშები უნდა დავძლიოთ, პირველი გამოწვევები, სერიოზული გამოწვევები იქნება უკვე იქ, იმიტომ რომ დაჯდომა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცედურა FPV დრონებში. FPV დრონის დაჯდომა არის კონტროლირებადი ვარდნა რეალურად და არა დაჯდომა, როგორც ასეთი კლასიკურად გასაგები რო იყოს. აი DJI დრონებთან ვისაც ქონიათ შეხება, DJI დრონს მოიყვან და ნელ-ნელა მისით ლამაზად ჯდება. ეს ესეთ რაღაცას არ გვთავაზობს. გვთავაზობს, მაგრამ სტანდარტულად ეკრო რეჟიმში არა. არ ვაკეთებთ მაგას. არ ვაღიარებ ჩვენ FPV დრონის პილოტები, ასე ვთქვათ, მშვიდობიან დაჯდომას. მხოლოდ კონტროლირებადი ვარდნა.
და ეს ხუმრობის გარეშე მართლა კონტროლებად ვარდნას ვეძახით ყველაფერს, რაც FPV დრონის დაჯდომას შეეხება. გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ვიდეო, დაწერეთ კომენტარები აუცილებლად, იმიტომ რომ ნახეთ სად მოვედი იმისათვის ეს ვიდეო გადამეღო, იმის ვარ შევეწუხებიე, ჩემი ინტროვერტული შიქ თავსი გამოვიტანე მაქსიმალურად გარეთ, ხალხიც არ გამოჩენილა. თუ დავიკარგი აქ ვარ, იმედია მიპოვნია. როგორც ხედავთ, არაფერი რთული აქ არ არის, დრონი, რომელიც ჩვენია, საზღვისი არ ვიცი მეგობარი თუ ყავს რომელიც გათხოვებთ, პულტი და პირველი ფრენები იქნება ძალიან მარტივი. პირველ ფრენებზე როგორც ხედავთ, სათვალებს არ ვიყენებთ. პირველი ფრენები არის იმისთვის, რომ ჩვენ შევეჩვიოთ დრონის სიმძლავრეს. როგორც უკვე გითხარით. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. მოიწონეთ ვიდეოები, კომენტარებშიც დაწერეთ ასევე შეგვაქეთ, არ დაგავიწყდეთ, შექება ძალიან მნიშვნელოვანი არის. ახსო გამოიწერთ აუცილებლად ზარი რო არის, ის შემოხაზეთ, თუ ჩართეთ როგორც არის, იმისათვის რომ ჩვენი ვიდეოები პირველი თქვენთან ამოდიოდეს. არ დაგავიწყდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი არხის განვითარებისთვის, ზოგადად FPV ჰობის განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო რაღაც გაიგეთ. ის შეცდომები რაც შეიძლება და დაგიშვათ აღარ დაუშვებთ და ამოცემულობით ძალიან მალე გახდებით წარმატებული პრო დონის FPV პილოტი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.